მეუფე დიმიტრი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს. მარქუთისა და უბისის ეპისკოპოსმა მიწვევა დღეს თავისუფალი სკოლისგან მიიღო. მოსწავლეები მღვდელმთავარს პირველად ხვდებოდნენ და პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი თავად მეუფისგან მიეღოთ. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ტრადიცია ზესტაფონში მეუფე დიმიტრიმ დაამკვიდრა. ბავშვები დაინტერესებული არიან გაიცნოს საკუთარი მღვდელმთავარი და იცოდნენ თუ ვინ არის, რა პიროვნება არის, ეს უკვე მნიშვნელოვანი ფაქტია. მათ დაინტერესებაზე მეტყველებს ის, რომ სკოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტიურად. ვინ პირველი მიიწევს მასთან თავიანთ სკოლაში, თავიანთ დაწესებულებაში მღვდელმთავარს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ძალიან ჩართულები არიან ბავშვები იმ საუბრებში, იმ ხადაგებაში, რასაც ჩვენ სკოლებში ვახდენთ, მოწყურებულები არიან, ინტერესს საკმაოდ იცავდნენ და ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა და რაც მათ სწორ განვითარებას დასჭირდება, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც ერთ შემთხვევაში. პირიქით, ჩვენც გახარებულები ვართ და დიდი ენთუზიაზმით ვცდილობთ ჩავდგეთ ჩვენი მომავალი თაობის სწორად აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში. მართლაც ბედნიერი დღეა დღეს ჩვენი სკოლისთვის, რადგან მეუფე მოდის ჩვენთან, ასევე აკურთხეს სკოლა, რომელიც მართლაც ჩვენგან სივშვიდე დაისადგურებს ჩვენთან და გვაქვს ბევრი კითხვები, რომლებსაც აუცილებლად დავუსვათ მეუფეს და ვფიქრობ წარმატებული იქნება დღეს ჩვენი შეხვედრა მეუფესთან. მეუფის ვიზიტთან ერთად დღეს თავისუფალი სკოლაც იკურთხა. როგორც სკოლის დირექცია აცხადებს, მათი დიდი სურვილია სასწავლო დაწესებულებაში რელიგიურ თემებზე სასაუბროთ პერიოდულად დაიგეგმოს შეხვედრები მეუფესთან და მოზარდებმა მეტი დრო დაუთმონ რელიგიურ განათლებას. ჩვენი სკოლაში, როგორც კი მოხდა ჩვენი ახალი მეუფის არჩევა, თითოეული მოსწავლის სურვილი და თითოეული ჩვენთაგანი სურვილი იყო, რომ ერთ-ერთი მასპინძელი, რომელიც მეუფესი იქნებოდა, ყოფილიყო ჩვენი სკოლა. ამ დღეს დავამთხვიეთ ისიც, რომ სკოლა ვაკურთხეთ, სკოლის ტერიტორია, კლასები, ბავშვებმაც მიიღეს მეუფესგან კურთხევა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და ამისათვის ალბათ ძალიან დიდ მადლობას მოვუხდით უფალს პირველ რიგში, რომ ძალა მოგცა, რომ მეუფე დღეს ჩვენამდე მოსულიყო და ჩვენთან მეუფესგანაც ძალიან დიდი დაინტერესება იყო. მისვლისთანავე მან თანხმობა გვითხრა, რომ მისთვისაც ძალიან სასიამოვნოა და ძალიან სასიხარულოა, როდესაც იმ ბავშვებთან, რომლებიც მომავლის საწინდარია, მივა და მათთან დიალოგს და საუბარს გამართავს. ქონდა დიალოგი, ბავშვები კითხვებს უსვამდნენ საინტერესო თემებზე, მანაც გასცა პასუხები და რა ვიცი, იმედია ღვთისწყალობით საქართველოს და თითოეული ჩვენთაგანი ვიქნებით დალოცვილები.